მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. დღეს გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ გუშინდელ აქციაზე, ზოგადად აქციებზე და ამ პროტესტზე. იცით რომ გუშინდელ აქციაზე უპრეცედენტოდ ბევრი ადამიანი დააკავეს, 19 ადამიანი დაიჭირეს 19 ნოემბრის აქციაზე. რა მოხდა, ასე ბოლო დროს ამდენი ადამიანი ერთ აქციაზე არ დაუჭერეთ, საერთოდ ბოლო დღეებში აღარავის აღარ იჭერდნენ, მას შემდეგ რაც ქუჩის გადაკვეტვის საშუალებას აღარ აძლევს ხელისუფლება აქციის მონაწილეებს, ადრე გახსოვთ ესეთი ტაქტიკა ჰქონდათ, რომ გაამკაცრეს კანონი, შემოიღეს პატიმრობა ქუჩის გადაკეტვაზე და პოლიცია კი არ დგებოდა და კი არ უშლიდა ხელს, ეუბნებოდა მოდით გადაკეტეთო და მერე გადაკეტებდა იჭერდნენ და ჯერ ორი კვირით სვამდნენ ციხეში და თუ მეორეჯერ გადაკეტავდა ერთი წლით, მაგრამ მე როგორც ჩანს მიხვდნენ რომ აი ეს ამდენი ხალხის დაპატიმრება მათ იმიჯზე კარგად არ მოქმედებს და მე შეცვალეს ეს ტაქტიკა და ეხლა უკვე რუსთაველის გამზირზე ჩააყენეს პოლიციელები და არავის აღარ აძლევენ საშუალებას რომ ქუჩა გადაკეტოს. აქედან გამომდინარე აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს ახალი ფორმა მოეფიქრებინათ აქციაზე და დაიწყეს მარშები. ანუ ყოველ საღამოს როცა იკრიბება რუსთაველზე აქცია 8-9 საათზე იწყება მარში და სხვა მიმართულებით მიდიან ფილარმონიისკენ იქნება თავისუფლების მოედნისკენ თუ სხვა მიმართულებით. გუშინ იყო მათედევიძის მხარდასაჭერი მარშიც, ასევე ერთი წელი შესრულდა მისი დაპატიმრებიდან და თესეუს პირველ კორპუსთან შეიკრიბა აქცია და იქედან მოემართებოდნენ რუსთაველისკენ მარშით და სწორედ ამ მარშზე მოხდა 19 ადამიანის დაკავება. ამ აქციის მონაწილეები იქნებიან და პროტესტის აქტიური მონაწილეები ჩვენი სტუმრები დღეს გადაცემაში მაგდა მამუკაშვილი, იურისტი და შემდეგ ზურაბ ცეცხლაძე შემოგვიერთება, ზვია ცეცხლაძის მამაც. ცოტათი გვიგვიანებს ის, მანამდე მაგდას მივესალმები, გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ პირიქით მობრძანებისთვის და რომ გითხრათ გუშინდელ აქციაზე რა მოხდა, რატო ამდენი ადამიანი რატო დაიჭირა პოლიციამ. მოვისმინე ბევრი მოსაზრება, რომ რაღაც წინასწარსიები ჰქონდათ თითქოს და სპეციალურად იჭერდნენ ხალხს, ანუ გადაწყვეტილება ჰქონდათ ასე. პოლიცია შესაძლოა გაავრცელა განცხადება, რომ ურთიერთ შელაპარაკება და ასე შემდეგ პოლიციასთან შელაპარაკება და არ დამორჩილება. კი ბატონო, გუშინ ტრადიციულად დაანონსდა აქცია თესეუსთან, რადგან მათედევიძის სოლიდარობის აქცია იყო და ეს ბიჭი ზუსტად მელიქიშვილზე დაიჭირეს, მას მერე რაც წამოვედით და გამოგწიეს თესეუდან. ვიყავით ძალიან ბევრი. ამ შემთხვევაშიც არ გვაძლევდა თესეუდან, როდესაც მოვემართებოდით პოლიციას საშუალებას, რომ ერთი ზოლი მაინც დაგვეკავებინა. შემდგომ, როდესაც მივედით კალაძის ყოფილ ოფისთან, მელიქიშვილის გამზირზე, იქაც გაწელილი იყო პროტესტი, ანუ ტროტუარზე, აი გრუპორის ხმაც კი არ ესმოდათ, გვერდებში მყოფ, ესე რომ ვთქვათ, დემონსტრანტებს. ქუჩაზე არ გიშვებდა. და ხო, პოლიციას ვესაუბრებდა, ვეუბნებოდით, რომ ეს არის სოლიდარობის აქცია და კი ბატონო, სიმბოლური დატვირთვაც აქვს იმას, რომ გადაიკეტოს მელიქიშვილის გამზირი, თუმცა ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ სავსებით თავისუფლად ვეტევით ტროტუარზე. ამის შემდგომ დავიძარით და ჩვენ გქონდა ინფორმაცია, რომ მეორე მარში რუსთაველიდანაც მოდიოდა, რუსთაველის გამზირის მარში, ესე რომ ვთქვათ, ცალკე შეიკრიბა და ცალკე დაიწყო მოძრაობა და ჩვენ დავიძარით ზემოთ მიმართულებით, ზემოთ ავედით და უკან დავბრუნდით მელიქიშვილიდან გადაუხვიეთ. მელიქიშვილიდან ავედით, იქ სადაც პოლიცია იყო გამაგრებული, ავედით ზემოთ და ისინი ელოდნენ რომ წავიდოდით მარცხნივ, ანუ რუსთაველისკენ, მაგრამ ჩვენ უკან დავბრუნდით, ერთი კვარტალი, ესე რომ ვთქვათ, მოვიარეთ და ჩამოვედით ისევ მელიქიშვილი. ცოტა ხნით გადაიკეტა კიდევაც მელიქიშვილი და მერე გაგვწია პოლიცია. ამის შემდგომ ისევ ვაგრძელებთ მცდელობებს, ისევ ავდივართ ზემოთ, ოღონდ მივდივართ ამ შემთხვევაში იქეთ მხარეს, ანუ მარში აი მოძრავი გახდა, რა მოქნილი გახდა ძალიან ეს მარში, ავდივართ ზემოთ და მოხვდით პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე, ჯერ ვიყავით ბარნოზე, მერე ავედით ზემოთ და აი უკვე სხვა ლოკაცია, იმიტომ რომ არასდროს მარშს მანდ არ გაუვლია, იმასაც ვამბობთ, როგორი კაი ჰაერიაო, აი სულ განსხვავებული ადგილი იყო, ესე რომ თქვა ჩვენი მარშების და კი, მელიქიშვილი რუსთაველი და აი მივდივართ და კარგი ლოკაცია იგი იმ კუთხით, რომ იქ არის რესტორნები, სასტუმროები და იქ ძალიან ისეთი, როგორ თქვა, პრივილეგირებული ხალხის თავშეყრის ადგილები, ესე რომ ვთქვათ, ქოცებით სავსე ადგილი.
და რაღაც მომენტში გავჩერდით, რომ დავლოდებოდით მეორე მარშს, რომელიც რუსთაველზე იყო ჩასული და აი ეს როდესაც ორივე მარში მოძრავია, ძალიან რთულია რომ დაამთხვიო რა. აი მაგ ლოჯისტიკაში ცოტა ავირიეთ, მინდა ვთქვა და მეორე მარშს ველოდებოდით, გავჩერდით სადღაც 20 წუთი. ამასობაში მობილიზება მოასწრო პოლიციამ და ეს უნდა იყოს გაკვეთილი ჩვენთვის, რომ მარში არ გავაჩეროთ, აღარ გავაჩეროთ, აი რაც არ უნდა ხდებოდეს, იმიტომ რომ მობილიზდა ძალიან დიდი რაოდენობით პოლიცია. მოვიდნენ და გვითხრეს, რომ უნდა წავსულიყავით უკან მიმართულებით და არა წინ მიმართულებით აღარ გაგვიშვას და აი იმ ქუჩიდან რომ ჩამოდიხარ, იქ არის ჩასასვლელი კიბით, რომელიც იჭედება დიდი რაოდენობის ადამიანების შემთხვევაში და უნდა ითქვას, რომ ამ მარშება რაოდენობა ხალხის ძალიან გაზარდა. საკუთარი თავი დაინახეს ხალხმა ამ პროტესტის ფორმაში. ნუ რასაც რუსთაველზე შეიძლება ვერ ხედავდნენ და ის ხალხი გამოდის, ვინც არ გამოდიოდა. და აი ამ დროს რომ ჩავდიოდით ამ კიბებით და გაიჭედა მოძრაობა, პოლიციამ დაიწყო გვერდიდან შევიწროება საპროტესტო, ესე რომ ვთქვათ, მსვლელობის. და გვაწვებოდნენ, გვეუბნებოდნენ დროზე გაგვევლო. ამ დროს ვერ გადიხარ დროზე, იმიტომ რომ გაჭედილია ქვემოთ ჩასასვლელი და მე მაქვს ესეთი აზრი, რომ ეს სპეციალურად გააკეთეს. ამდენი დღეა უკვე 2 კვირაზე მეტია, რომ მიმდინარეობს ეს მარშები და არავინ დაუჭერიათ და საჭირო იყო რომ რაღაცა სტრესი დაენერგათ და ვიღაცა დაეჭირათ და დღეს რაღაც გუშინ მაგაზე იყვნენ მომართულები. აი ეს შეავიწროვეს ეს პროტესტი. ამ დროს გეუბნებთან გაიარეთ და თან არ გიშვებენ რა და აი როგორ თქვა, ცა მოწმენდილზე არანაირი შეურაცხყოფა, არანაირი შელაპარაკება, იმიტომ რომ თვითონ ამ მარშმაც ისწავლა ტაქტიკა, რომ არ შევიდეს რა ახლა კონფრონტაციაში პოლიციასთან, იმიტომ რომ ნებისმიერ მიზეზზე შეუძლია დაგაკავონ. აი ეს რაღაც მომენტში ეს დაავლებდნენ ხელს ადამიანს და მიყავდათ იჭერდნენ. და როდესაც ადამიანს იჭერენ, იქ ისტრესება ხალხი და მე არის უკვე ესე რომ ვთქვათ, შეხლა შემოხლა რა და მე რომ იქ მივედი, ვეუბნები პოლიციას, რომ მეთქი გაგვატარეთ რა, მივდივართ. კი, აი ვთქვათ, დაიჭირეს ის ადამიანი, მაგრამ რას უშველთ ახლა ამ შემთხვევაში მივდივართ, ხო? უკვე აშკარად ჩანდა იქ, რომ უფრო მეცაც დაიჭერდნენ, ვიდრე ერთს და ორს. კი გატარებთ იძახის ეს ადამიანი დავით მამაგეიშვილი, მაგრამ მეორე წუთს არაადეკვატურად. ვინ არის ეს ადამიანი? დავით მამაგეიშვილი, არ ვიცი მისი ჩინი პოლიციელია იქ და არ ვიცი მისი ჩინი, მაგრამ მე მგონი პოლიციაში ვიღაცებს აქვს კონკრეტული უნარები, რის გამოც არიან იქ და რის გამოც აწინაურებენ ამ ხალხს და მეორე არის ეგეთი გოგა მემანიშვილი, ადამიანს რომ აქვს უნარი, რომ არაფერზე ესე დაეტაკოს ადამიანს და დაიჭერს. უსაფუძვლოდ ადამიანს დაჭერას უნარი სჭირდება და ეს უნარი ამ ორ ადამიანს ნამდვილად ალბათ განვითარებული აქვს და იმიტომ არიან ამ თანამდებობებზე. იმიტომ რომ გვეუბნებოდა რომ გაიარეთო და მეორე წუთს უსაფუძვლოდ დააკავეს ყველა სტუდენტიც და ისიც რა ქვია, ნუ როგორი ქალები დააკავეს ხო ნახეთ, ანუ წარმოუდგენელი, აი მე მაგალითად ვრცხვენოდა როგორც პოლიცია იქცეოდა და რა ფორმითაც იმ ქალებს აკავებდნენ. ნუ მე უკვე რო დააკავეს ფაქტობრივად ნახევარი მსვლელობა რო დააკავეს, მე ნელ-ნელა გამოვედით და ჩამოვედით და მე თვითონაც ვნახე, აი საიდან დააკავა გოგა მემანიშვილმა, იცით, ვასო ბარნოვი, კიბეზე ჩადიოდა, ბიჭი, მიდიოდა, ეცლებოდა იმ სიტუაციას და იქ მოკიდა ხელი და იქედან დაიჭერა. ანუ საუბარია შესახებ რომ უბრალოდ გავალება ჰქონდათ რომ რაც რომ მეტი ადამიანი დაიჭერა. ვიღაც მეუბნებოდა რომ აი მელიქიშვილზე ვინც გადავიდაო და რაღაცა იმათი სიები ჰქონდათო და მე ის ყველას ათეოთ ამოარჩეს, მაგრამ აშკარად ჰქონდათ სიები ვინ უნდა დაეჭერა და ვინ არ და ეს ძალიან კარგად ჩანს ლევან ზაზაძის ვიდეოში, როდესაც იძახის პოლიცია არა ეგ არა გეშლებაო და ანუ ამით ფაქტობრივად თავი გაიყიდეს რომ კონკრეტული სახელები და გვარები უნდა დაეკავებინათ. გასაგებია, ბატონ ზურაბი შემოგვიერთა, ზურაბ ცეცხლაძე, პატიმარ ზვიად ცეცხლაძის მამა, რომელიც ასევე აქტიურად ყოველ დღე არის პროტესტში ჩართული, ამ მარშებში გუშინაც იყავით, ხო, ალბათ იქ და თქვენ რა სიტყვით ამ დაკავებებზე, ამაზე ვისაუბრეთ, რომ ბოლო დღები აღარ იჭერდნენ, ხო, მარშების დროს არავის, თითქოს ამას თავი დაანებეს ხალხის დაჭერას და გუშინ მოულოდნელად 19 ადამიანი დააკავეს. შესაძლოა ამბობს, რომ რაღაც წინააღმდეგობა, შეურაცხყოფა პოლიციის და ასე შემდეგ ეს იყო მიზეზი. თქვენ რა სიტყვით? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ეს დაკავებები მათი მხრიდან მოსალოდნელიც იყო, იმდენად რამდენადაც
იმის შემდგომ რაც ჩვენ ფაქტობრივად მარშები დავაანონსეთ და მარშებით დავდივართ, დაკავებები არ ყოფილა. ანუ ჩვენ შევცვალეთ პროტესტის ფორმა, შესაბამისად ეს აკვირდებოდნენ რა მასშტაბები შეიძლება მიეღო ამ პროტესტს და შესაბამისად გადაწყვეტილი ჰქონდათ თავიანთი მოქმედებები. გუშინ რაც მოხდა რეალურად, გუშინ მართლა ბევრი ხალხი იყო. ხალხი იყო ამავდროულად, როგორ იცით, მოტივირებული იყო რაღაც ფორმით შეურაცხყოფილად იგრძნო თვითონ პოლიციამ თავი. იმდენად რამდენადაც აშკარა იყო ახალგაზრდების მატება იყო, შემართული იყო ხალხი ძალიან ისეთი, ანუ ძალიან ბევრი გასავლელი გზა ჰქონდათ და ძალიან ბევრი ირბინა პოლიცია. ზოგადად შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი, რომ რაღაც ფორმით წინააღმდეგობა ფაქტიურად ისე გამოვიდა, რომ ამ ბოლო დღეებში ორიენტაცია დაკარგულია, გარკვეულ წინააღმდეგობას ვეღარ გვიწევენ და მე ვიცოდი, რომ რაღაცას მოიფიქრებდნენ და რეალურად იმას, რომ დაკავებები წავიდოდა. ჩვენ ერთი რაღაც შეცდომა დაუშვათ კონკრეტულად იმაში, რომ როცა მარში ქვია, მას არ უნდა გაჩერდე, მით უფრო დიდხანს 5-10-15 წუთი არ უნდა გაჩერდე, შეიძლება შეისვენო რაღაც 2 წუთი და უნდა გააგრძელო. ასეთ ფორმატში ძალიან ძნელია პოლიციამ გზდიოს ყველა გადასახვევზე, ყველა ზებრაზე, ყველა ქუჩაზე. მაგრამ ჩვენ გავჩერდით და გავჩერდით დაახლოებით 10-15 წუთი ალბათ რაღაც პატიმრებისია წავიკითხეთ. ამასობაში მობილიზება გამოაცხადეს, დაკავების მანქანებიანად ამოვიდნენ, დაგეგმეს ყველაფერი. ის ხელმძღვანელები საერთოდ მელიქიშვილზე რო იყვნენ და არ მოგზდევდნენ, უცბად აღმოჩნდნენ იქ უკვე ამოსული და ხელმძღვანელობდნენ ამ ოპერაციას. ანუ ფაქტობრივად დაგსაჯეს იმისათვის, რომ გავბევრდით, იმისათვის, რომ мотиваცია გქონდა, იმისათვის, რომ ძალიან ლაღად და ძალიან შემართულად განვითარდა ბრძოლა, ხალხიც მოემატა და დავალება იყო, რომ რეალურად მართლა დავალება იყო, ვინ უნდა დაეკავებინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში პირველი ალბათ ვინც უნდა დაეკავებინათ, ვიყავი მე, იმიტომ რომ მთავარი შეპასუხება ხელმძღვანელებთან მე მქონდა პირადად და ერთი პერიოდი გადაწყვიტეს, რომ დავეკავებინე, იმდენად შემომიბრუნდა და მომკიდა ხელი და დაკავების პროცესი დაიწყეს, მაგრამ თვითონ ხელმძღვანელობამ რაღაც ფორმით მიანიშნა, რომ მე მომშვებოდნენ. ანუ რეალურად გუშინ ჩემი დაკავება არ ქონდათ გათვალისწინებული, განსაზღვრული ყავდათ ადამიანები და აჩვენებდნენ ერთმანეთს. იქ შიგნით კიდე აკვირდებიან როგორი სიტუაცია, იცი, აკვირდებიან ვინ უფრო თამამია, ანუ ვინც თამამად მოქმედებს, ცდილობენ იმათზე გააკეთონ ზეწოლა, ისინი აიყვანონ და ამით ფიქრობენ, რომ პროტესტი გარკვეულწილად უნდა შეარბილონ, შეანელონ, ნელ-ნელა უნდა ჩაკლან და ასე შემდეგ. ეხლა იმ დაკავებების შემდგომ ეხლა ჩვენ ისევე აჟიტირებული ვეღარ ვიყავით, ხომ რეალურად რაღაც ფორმით ჩვენ ცოტა დაუწიეთ, რომ იტყვიან და წამოვედით, დავეშვით რუსთაველისკენ. აი ზუსტად ეს არის შეჯიბრებაა თითქოს რეჟიმსა და პროტესტს შორის არის შეჯიბრება. ისინი რაღაცას მოგვიფიქრებენ, ჩვენ მერე რაღაცას მოვიფიქრებთ, ისინი საპირისპიროს ამ შემთხვევაში სადამშელო ღონისძიებებს ახორციელებენ და მასობრივად იჭერენ. მას მარშები როდის დაიწყო, რაც ქუჩის გადაკეტვის საშუალება აღარ მიიღწევს. ნუ 2-3 დღის მერე. არა, მგონი ერჩივნა, თქვენ რუსთაველი ერთი ქუჩა იკეტებოდა და შეიძლება ასეთ ფიქრობენ ეს უკვე, მაგრამ ეხლა იმ ფორმატში მოbrunება მათაც აღარ აწყობთ და შესაბამისად ცდილობენ ეხლა მაქსიმალურად აჩვენონ საზოგადოებასაც და პროტესტსაც, რომ კი მარშების დროსაც დაგიჭერთ, ვიწრო ქუჩებზეც დაგიჭერთ და ასე შემდეგ, მაგრამ რავი, ვარწმუნებ, რომ ეს შედეგს არ გამოიღებს. ჩვენ ეს ბრძოლა გადაწყვეტილი გვაქვს მივიყვანოთ ბოლომდე. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ და მრავალჯერ ვუმეორებ განსაკუთრებით რეჟიმს და განსაკუთრებით მათ მომხრე საზოგადოებას, რომ უბრალოდ უკან დასახევი არა გვაქვს, უბრალოდ ჩვენს უკან ჩვენი შვილები არიან პატიმრები და ჩვენს უკან ჩვენი ქვეყანაა, რომელიც რეალურად თავისუფლებას და დამოუკიდებლობას კარგავს. აქ ის კი არ არის, რომ ცხოვრება კარგად მიგვდის, კომფორტი არ გვექნება თუ რაღაცა. ელემენტარულად დამოუკიდებელი სახელმწიფო აღარ გვექნება და ამ დროს ეს რეალური საშიშროება როცა არის, არ ამგონია, რომ პირიქით ჩვენ აუცილებლად მოგვემატება ის ხალხი, ვინც დარწმუნდება იმაში, ცოტა ხანში, რომ მართლა უკარგავს. ეხლა ამ ადამიანებს რამდენი დღიანი პატიმრობა ემუქრებათ? მაქსიმუმ 14 დღიანი, 5-7-10 დაახლოებით. ეს დღეებია გათვალისწინებული, 14-ს ალბათ გამონაკლისს ვის შეიძლება მიუსაჯო. შეიძლება ზოგს 30-ის მიუსაჯო ვერ გაიგებს, ანუ მათ იმაზე რეალურად 14 დღეში ეტევიან. პირდაპირ გამოუშვა ზოგი ჯარიმით. ო, კი ბატონო, ეს დაკავებები ხარ რას გამოიწვევს თქვენი აზრით? მართლა რაღაც დაიწევს პროტესტის გამოსული ხალხის რაოდენობა თუ პირიქით შეიძლება მოიმატოს ამ და რას ფიქრობთ ზოგადად? დღეს გამოჩნდება ეს
კიდევ იქნება ალბათ. ხო, უკვე მარშები ყოველდღიური გახდა. ზოგადად რას ფიქრობთ, რა მიმართულებით მიდის პროტესტი და როგორ მიდის ამ ეტაპზე? პროტესტი რო ამოძრავდა, მხოლოდ კარგია და დადებითი და ვახსენე, რომ გაიზარდა მართლა რაოდენობა ხალხის, იმიტომ რომ როდესაც ხარ დინამიკაში, ამ შემთხვევაში ხედავს ხალხი თავის თავს, რომ ჩაერთოს ასეთ პროცესში. დაკავებები ჩემი აზრით არ იქონიებს გავლენას ხალხის რაოდენობის შემცირებაზე და ასე შემდეგ. ამის თქვენ საფუძველს მაძლევს ის, რომ ხალხი გამიზნულადაც კი აკავებინებდა თავს რუსთაველის გადაკეტვის დროს და ეხა მარშის დროს უსაფუძვლოდ რომ დაგეტაკებიან და დაგაკავებენ, ეხა ეგ არ გამოიწვევს იმ დოზის სტრესს ხალხში, რომ არავინ აღარ მიიღოს მონაწილეობა ამ მარშებში. რაღაცნაირად ეგ შიშიც გადატეხილი ეხა ადმინისტრაციული წესით კაპეზზე წასვლა გახდა რაღაცა ჩვეულებრივი ცხოვრების წესი. რასზე ვაპარაკობ, მე თვითონაც მიყვარს, მაგრამ ეგრე მოხდა. და შესაბამისად მე არ მგონია ამ ქმედებას ეხა რა პროტესტის გვერდითი მოვლენაა. რაღაც კუთხით მე მგონი ცოტა ლოკაციაც ეტკინათ, მინდა ვთქვა, იმ ქუჩაზე მივიდოდით, სადაც ძალიან ახლო იყო ბიძინა ივანიშვილის სახლი და ძალიან რა, ახლოვაში იყო და ალბათ იფიქრეს, რომ იქეთ არ უნდა გავატაროთ და შეიძლება ეგეც იყო, არ ვიცი, შეიძლება დასტრესვა უნდათ, ყველაფერი ერთად უნდათ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწევენ, იმიტომ რომ აი ერთი წელი ხდება, ხო, ერთი წელი არ უფრო მეტი გახდა, იმიტომ რომ ვიღაცები გაყალბებულ არჩევნებს უფრო აპროტესტებდით, ესე რომ ვთქვათ, ვიდრე 28 ნოემბრის განცხადებას, ხო? და მაგ დროს ხალხი არ გამოდიოდა. ერთი წელი ხდება და პროტესტი ვერ ჩაახშვეს. ძალიან უნდათ, მაგრამ ვერ მოახერხეს ეგ და შესაბამისად მგონია, რომ ეს შედეგს არ გამოიღებს. თქვენ რას ფიქრობთ? როგორ უყურებთ პერსპექტივას პროტესტის? ასეც თქვენ ხოლმე გადაცემას. ხო, პროტესტის ევოლუციას განიცდის, თვითონაც ნახეს, რომ როგორც კი ამოძრავდა პროტესტი, ხალხი მოემატა პროტესტს და დადებითი კიდე ის აქვს ამ პროტესტს, რომ დავდივართ ქუჩებში, სადაც თვითონ პოლიცია დაგვყვება და ხედავს როგორი გამოხმაურება აქვს მარშს. ანუ ფანჯრებიდან, აივნებიდან, ქუჩებში, გადაღებები, ოვაციები და ასე შემდეგ. სწორედ გააღიზიანა, შეიძლება ის რაოდენობა არ აშინებთ, რაც კონკრეტულად მარშით მივდივართ, მაგრამ ის რაოდენობა აშინებთ, ვინც ჩვენ თანაგვი გრძნობს და სულ ცოტა აკლიათ, რომ ქუჩაში გამოვიდნენ და ჩვენთან დადგენ და აუცილებლად დადგებიან. ანუ ევოლუცია აუცილებლად იქნება ამ პროტესტში. რაღაც ნაწილი ხალხის აღარ მოდიოდა პროტესტი და პროტესტი მივიდა ამ ხალხთან. დიახ, ხო, ჩვენ ხომ ეს გზა გვაქვს არჩეული ზოგადად პატიმრების ოჯახის წევრებიც, იმიტომ დავდივართ რეგიონებში, რომ ჩვენი სიმართლე მივიტანოთ. ანუ პროპაგანდა სხვა რაღაცას როებნება, ჩვენ ვარწმუნებთ, რომ ეს არ არის და ასეა. ანუ პროტესტიც ხალხთან მივიდა, პოლიციამაც დაინახა, რომ ეს ხალხი ძალიან თანაგვი გრძნობს. ანუ იმაზე მეტი ადამიანი გვიჭერს ხარს, ვიდრე მათ წარმოედგინათ და ვიდრე მათ ეუბნებიან. ხო, ამბობენ, რომ 150-ია, 300-ია, 50-ია აკაცუკია ვიღაცა და მხარდამჭერები არ აყავთ და გაკოტრებული არიან, განულებული არიან. რეალურად მათ ხო იციან, რომ პროტესტი იმდენად რეალურია ამ ადამიანებში და ხელოვნური არ არის და მოგონილი არ არის, რომ უცბად თავი დაანებოს და დაემშვიდობოს პროტესტს და წავიდეს სახლში და ეს რეალური პრობლემები მათ მიერ არის შექმნილი, ეს რეალური პრობლემები დღესაც არსებობს ქვეყანაში, შესაბამისად იციან, რომ ამ პროტესტის გაჩერება არ შეიძლება შეანელო, შეიძლება რაღაც ფორმით გარკვეულ მომენტში შეასუსტო, მაგრამ როგორც კი მოძრაობას დაიწყებს პროტესტი, ყველამ კარგად იცის, რომ ის ძალას იკრებს ყოველდღიურად და უკმაყოფილებაც იზრდება ქვეყანაში, ხომ? ძალიან ბევრ სისულელეს ისევ აკეთებენ ემიგრანტებთან დაკავშირებით, არაბულ ანკლავებთან დაკავშირებით, არ ვიცი, ყოველდღიურად ახალი მავნებლური გადაწყვეტილებები აქვთ ანტისახელმწიფოებრივი, რომ ჭკუათმყოფელი უნდა იყო, როგორი ჭკუათმყოფელი უნდა იყო, რომ ამათ ბოლომდე ჩაყვე, ხო? ყველა მიცის ამ ქვეყანაში, რომ ამათ ბოლო არა აქვთ, ასეთ ქვეყნის ამ ფორმით მართვას ბოლო არა აქვს და დროის ფაქტორია, ეს შეიძლება ახლო მომავალში ან ცოტა გრძელვადიან პერიოდში მოხდეს, მაგრამ ყველა მიცის და ძალიან დიდი უმრავლესობა არ აპირებს ამათ ჩაყვეს. შესაბამისად, ისინიც მზად არიან. ბევრი სამსახურს ტოვებს, ბევრი შეამცირეს, ბევრს კომერციული საქმიანობა გაუფუჭდა, ბევრს ის საშუალება აღარ აქვს, რომ რაღაც ჩამოქონდა, ყიდდა, რაღაც სულს ითქვამდა. ანუ არა მარტო პროტესტის მონაწილეები არიან მომხდვარი, ზოგადად თლიანად საზოგადოება მიდის კრიზისისაკენ და ის რაღაც ხელოვნურად რო ინარჩუნებენ ვალუტის კურსს თუ რაღაც ციფრები რო აქვთ ეკონომიკასთან დაკავშირებით, რომ დუხს და გადადუხს და თავის მომხრეებს არწმუნებენ, რეალურად ჩვენიერ დღეს დაიდება სახეზე და ყველა იგრძნობს თავის ჯიბეზე, ყველა იგრძნობს თავის ოჯახზე და მიხვდება, რომ ეს ყველაფერი არის ისეთი საპნის ბუშტი, რომ ერთ დღეს გასკდება. აქედან გამომდინარე, მე ძალიან დიდი იმედები მაქვს და მოლოდინები მაქვს, რომ პროტესტი კიდევ
უფრო მოიმატებს, მათაც აქვთ ამის შიში, ამიტომ არის ზუსტად შიში რომ არ გქონდეთ ერთი წლის წინ სულ არ გქონდათ ეს კანონები, ხო? იმიტომ რომ არ ჭირდებოდათ და ფიქრობდნენ რომ ისე გაივლინა, მაგრამ მიხვდნენ რომ რეალურია პროტესტი, მიხვდნენ რომ ვერ გააჩერებენ, სადამსჯელო კანონებმაც რომ ვეღარ გააჩერა, ეხლა ნახეს რომ საზოგადოების მხარდაჭერა ნელ-ნელა ძალას იკრებს, შესაბამისად მზად არიან კიდევ უფრო გაამკაცრებენ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენც ველოდებით მაგას ფსიქოლოგიურად ვემზადებით და ფიზიკურად დაუმორჩილებლობას უცხადებთ ფაქტობრივად ყველა კანონს და ვერც ერთი კანონი მთელი სიმძლავრით ვერ აამუშავეს. ვერც ერთი კანონი ვერ აამუშავეს. შეიძლება ერთეული პიროვნებები დაიჭირეს, ახლა მაგალითად ერთ წლიანზე ქუჯის გადაკეტვაზე ერთი პიროვნება უზით და ასე შემდეგ. ანუ ნიშნავს რას, რომ როცა შეძლოთ მასობრივად დაეკავებინათ და 30 კაცი ყოფილიყო, ერთი უზით, იმიტომ რომ ვერ აამუშავეს და ვერც აამუშავებენ. ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი და სამშობლოსათვის ბრძოლაა ბოლოს და ბოლოს ყველა მიცის, მათაც იციან და ამიტომ ეს პროტესტი გაგრძელდება, კიდევ უფრო მოიმატებს, კიდევ უფრო მიიღებს ინტენსიურ ხასიათსაც, მობილურ ხასიათსაც და დარწმუნებული ვარ, გამოჩნდება ადამიანთა გარკვეული კატეგორია ჯგუფი, რომელიც ჩაუდგება სათავეში, მე ამის ნიშნებს ხედავ, პროტესტ ჩაუდგება სათავეში, უხელმძღვანელებს, უპატრონებს და ასეთი ჯგუფი არ გამოჩნდა. არა, ეს ერთი ჯგუფი რომელიმე არ იქნება, სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები იქნებიან, რომლებიც დაჯდებიან კოორდინაციის დონეზე რაღაც ერთმანეთთან კავშირების ცდილობენ რომ დამყარდეს. ჩვენ ამ მიმართულებითაც მუშაობთ, რომ არა მარტო სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებსაც ხვდებით, ციხეებშიც გვაქვს კონტაქტი, რომ გარკვეულწილად ეს იყოს მასშტაბური, ეს იყოს მობილური, ეს მოიცვას ყველა, ამან მოიცვას ყველაფენა, პოლიტიკურიც, არაპოლიტიკურიც, ევროპულიც და ადამიანები, რომლებიც უბრალოდ წუხან ქვეყნის მომავალზე და მეტი არაფერი არ აინტერესებს. აგდა, შენ რას ფიქრობ ამ პროტესტის ერთ წელზე და 28 ნოემბრის აქციაზე? 28 ნოემბრის აქციაზე ძალიან მინდა მოვუწოდო ყველას, ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყნისთვის რომ გამოვიდეს. 28 ნოემბერს კობახიძის განცხადებით, ესე რომ ვთქვათ, უკვე ოფიციალურად დავშორდით ჩვენ დასავლეთს, თუმცა უკვე დიდი ხანია დაშორებული ვართ რუსული კანონის გამოტანის და მანამდე ქმედებების გამო და მიმაჩნია რომ უნდა გამოვიდეთ ბევრი, იმიტომ რომ ძალიან აწუხებს რეჟიმს, როდესაც ქუჩაში ხედავს დიდი რაოდენობით ადამიანებს და დღეს არის ქუჩა ის გამოსავალი, რასაც ვერც არჩევნები და ვერც სხვა ფორმალური, ესე რომ ვთქვათ, საშუალებები ვერ დაგაბრუნებინებს ხელისუფლებას. ნუ ხალხს ვამბობ, ხალხი არის ხელისუფლების წყარო. ჩვენ კიდე უნდა განვმარტო, რომ არავისთვის არ ვიბრძვით, არც ოპოზიციის წარმომადგენლების კამებისთვის, ვისუთ გეხართ გვერდით რო გვეუბნებიან, მათი კამებისთვის რატო იბრძვით? ამისთვის ნამდვილად არ ვიბრძვით, ჩვენი ნორმალური მომავლისთვის ვიბრძვით, ჩვენი ქვეყნისთვის ვიბრძვით, აი აგრესის ჩემი შვილი და მისთვის ვიბრძვი და მინდა რომ გქონდეს კარგი ქვეყანა, ისეთი ქვეყანა, როგორიც წარმოგვიდგენია სურვილებში და ეს რაც დღეს კოშმარი ტრიალებს ჩვენს ქვეყანაში, ეს არავისთვის არ არის სახარბიელო და სასურველი და უნდა მიხვდეს კი რეჟიმის მხარდამჭერებიც, უნდა მიხვდნენ რომ ესე დიდხანს ვეღარ გაგრძელდებოდა მათთანაც მივა რეჟიმი. ეს 28 ნოემბერს რაც შეეხება გამოსვლის ნაწილს, გთხოვთ რომ ყველა გამოხვიდეთ, იმიტომ რომ ის რაოდენობა თუ მოუგროვდებით, რომელიც 28-ში ვიყავით, 28-ში ძალიან ბევრი არ ყოფილვართ, შემდგომ დღეებში მოიმატა რაოდენობამ, ძალიან კარგი იქნება ნამდვილად რეჟიმის დელეგიტიმიზაციისთვის. რაც შეეხება რაც შეეხება პროტესტის პერსპექტივას, მიმაჩნია რომ სხვადასხვა ფორმები უნდა მონახოს. მე ძალიან მყარად მჯერად ამ წამს, რომ თუ ჩვენ დავაორგანიზებთ სხვა სახის პროტესტს, მაგალითად სამუშაო საათებში, ქუჩის გადაკეტვას, დილის საათებში და ასე შემდეგ, ყველაფერი შესაძლებელია. მთავარია დავაორგანიზოთ და რასაც ბატონი ზურა საუბრობდა, რომ უკვე იკვეთება კონტურები, რომ ხალხი დასხდება ერთმაგიდასთან და ჩამოაყალიბებს, ესე რომ ვთქვათ, საორგანიზაციო ეს ჯგუფს ამ ყველაფერმა შედეგი ის უნდა დადოს, რომ პროტესტის ახალი ფორმები გაჩნდეს და ამის ნიშნები ჩას უკვე ამარშების სახითაც. ხო, კი ბატონო, თქვენ რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ 28 ნოემბრის აქციას? ეს ახლა ერთი დღე არის გასაგებია, მაგრამ პროტესტი არის მთელი წლის განმავლობაში, ხო?
ნუ ბევრს ნიჰილიზმით შეეპარა ამ ხნის განმავლობაში, რომ ნუ კი დავდივართ ქუჩაში, გამოვდივართ, მაგრამ ნუ ამით არაფერი იცვლება. ხო და ანუ რა იქნება 28 ნოემბერში. ნახეთ 28 ნოემბერს მე პირველ რიგში უნდა უთხრა საზოგადოებას, რომ მინიმუმ იმდენი მაინც უნდა ვიყოთ, რაც ერთი წლის წინ 28 ნოემბერს იყო ხალხის რაოდენობა. ნახეთ რომ დინამიკაში თუ შევხედავთ წითელი ხაზები საპროტესტო ელექტორატს ჰქონდა რაღაც წითელი ხაზები, აი 28-ში რაღაც განცხადებაზე გამოვიდა, მანამდე რუსულ კანონზე გამოვიდა, მანამდე კიდე რაღაცა და დღეს ფორმატ თუ შევხედავთ დღეს მდგომარეობით ეს რაღაც წითელი ხაზები აღარ არის ფაქტობრივად ყველა დღე ისეთი რაღაცები ხდება რეჟიმის მხრიდან მავნებლური რომ რაღაც წითელი ხაზები მოისპო მაგრამ ჩვენ არ გვაქვს წითელი ხაზები მაგრამ ამ დროს ხალხი შეეჩვია ხო ამ დროს თვითონ რეჟიმს აქვს რაღაც წითელი ხაზი და გარკვეულად ეს წითელი ხაზი როგორ აქვს დაცული იცით რომ თუ მაქსიმალურად ბოლომდე დარწმუნებული არ არის მის ხალით თუ ეჭვიეპარება რომ ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება ესენი ააყირაონ იმას არ აკეთებენ ანუ ნახე როგორ სიტუაციაში ვართ ჩვენ ფაქტიურად თავისუფალ მოძრაობაში ვართ და ყოველ დღე შეგვიძლია სერიოზული პროტესტი აუგოროთ მათ და ეს მოსალოდნელიც არის იმიტომ რომ არსებული სოციალურ პოლიტიკური და ყველანაირი მდგომარეობა პროტესტს ხელს უწყობს ჩვენ აუცილებლად 28-ში ვიქნებით ძალიან ბევრი და ეს არ იქნება როგორც 28-ის აქცია 28-ში იქნება აქცია რომელიც ჩაუყრით საფუძველს პროტესტის ევოლუციას კიდევ ერთხელ ანუ ის დღე იქნება აი კოორდინატთა სათავე რო იტყვიან და აქედან ჩვენ დავიწყებთ არა იმაზე ფიქრს რომ აი რომელი ქუჩა გადავკეტოთ არამედ იმდენი ხალხის მობილიზებაზე ვიმუშაოთ რომ ნებისმიერ დროს როცა დაგჭირდება ნებისმიერ ქუჩას გადავკეტავთ მათ შორის რუსთაველის პროსპექტსაც მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ 28-ში რუსთაველს გადავკეტავთ და კარგა ხნის განმავლობაში კიდე შევინარჩუნებთ ჩვენ 28-ის შემდგომ რუსთაველის პროსპექტს და 29-ში ნამდვილად ვარწმუნებ რომ რუსთაველის პროსპექტს ვერ გახსნიან ამისთვის მინდა მოუწოდოთ მთელ საზოგადოებას დაფიქრდნენ ქვეყანა უბსკრულის პირას არის თავისუფლების დაკარგვის პირას არის ყველა ვინც თანაგვიგრძნობთ სახლებიდან ოთახებიდან ოფისებიდან ქუჩებიდან უნდა შემოგვიერთეთ უნდა დადგეთ გასარისკი სადაც არის ჩვენ გავრისკავთ ჩვენ გავბედავთ თქვენ დაიჭირეთ ქუჩები და ანუ ტროტუარები და თავისუფალი ტერიტორია დაიკავეთ თქვენ და გადასასვლელი და გადასაკეტი სადაც არის ჩვენ ვართ იქ ადამიანები ვინც ამას გავრისკავთ ვინც ამას გავბედავთ ვინც ამას გავაკეთებთ თავარია შეივსოს ის ტერიტორია რომელ ტერიტორიაზეც მერე გადაკეტილ ადამიანები რომლებიც გადაკეტვაზე გადადიან იმათ აჩვენებენ რომ არის ადგილი და მიდი ანუ ჩვენ არ ვეუბნებით ყველამ რომ გაბედეთ და რაღაც ჟარგონულად რო თქვა შარში გაყავით თავი არა თქვენ მოდით ვიცით პროტესტი გაქვთ მოდით და მშვიდობიანად დადეკით და სხვა მხრივ დანარჩენი გასაბედი გასარისკი რაც არის იქ ხალხი და არის იქ ადამიანები რომლებიც ამას გააკეთებენ და მე კიდევ ერთხელ მოუწოდებ 28-ში ბევრ ადამიანს და ის სტაბილურად ის რაოდენობა რაც 28-ში გამოვა სტაბილურად რომ შევინარჩუნოთ და მე საფუძველი ჩაუყაროთ ევოლუციას და ზრდას პროტესტისას. ღამე დარჩეს თუ რას გულისხმობ? ღამე დარჩენას არ გულისხმობ, უბრალოდ ვარწმუნებ მათ რომ ანუ 28-ში რო ქუჩას გადავკეტავთ და ეს რეჟიმის მხრიდან არაფერს არ გამოიწვევს ეს კიდევ ერთხელ მისცემს იმის რწმენას რომ არაფერი მნიშვნელოვანი ისეთი არ ხდება რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს პროტესტის მონაწილეს და მინდა რომ შემდგომ დღეებშიც მასიურად გამოვიდნენ და ქუჩის დაკეტვა მოვახდინოთ ყოველდღიურად მაქსიმალურად მობილიზება გავაკეთოს ამისათვის. გასაგებია, მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. ზურაბ ცეცხლაძე, პატიმარ ჟვიაცეცხლის მამა და საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე, მაგდა მამუკაშვილი იურისტი, ასევე აქტიური მონაწილე ამ აქციების. იყვნენ ჩვენი სტუმრები, ჩვენ ვსაუბრობთ გუშინელ აქციაზე, სადაც უპრეცედენტოდ ბევრი ადამიანი დააკავა პოლიციამ. ჩვენ გვაქვს რეკლამა, რეკლამის შემდეგ გვექნება ბრიუსელიდან ჩართვა, საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობა რა ეტაპზე ამაზე ვისაუბრებთ დღეს. თამარ ლუცუბიძე, ჩემი კოლეგა ჩაგვერთვება ბრიუსელიდან. Așa ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით გადაცემის ამ ნაწილში ვისაუბრებთ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე, რომლებიც ფაქტობრივად ჩვენ დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე არის ჩამოსული. მას შემდეგ ყოველ შემთხვევაში რაც დაიწყო საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები, იცით რომ 21 ნოემბერს საერთოდ არანაირ შეხვედრაზე ქართულ დელეგაციებს აღარ იწვევენ. ახლა გაფართოების ფორუმი იმართებოდა ბრიუსელში, ევროკავშირის გაფართოების ფორუმი, ჩვენ კანდიდატი ქვეყანა ვარ და არ მიგვიწვიეს. თუმცა იყო საქართველოს უფლებათა დაცვის საკითხი
საკითხებზე საქართველოს ევროკავშირის დიალოგზე მიწვეული. ხვალ უნდა გამართულიყო 21 ნოემბერს ეს შეხვედრა, თუმცა შეხვედრა ჩაიშალა ბრიუსელის გადაწყვეტილებით, რადგან აღმოჩნდა, რომ ქართულ მხარეს დელეგაციაში სანქცირებული პირი ჩასვა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბისო, პრემიერ-მინისტრს თქვა გუში, რომ მართლაც არგუმენტები არა აქვს იმისთვის, რომ ჩვენთან დიალოგში შემოვიდნენ და მიზეზად მოიდეს ეს ყველაფერიო. რა ხდება, რა განცხადებები კეთდება ბრიუსელში საქართველოსთან დაკავშირებით ამ თემაზე? თამარ ნუცუბიძე ჩაგვერთვება, ჩემი კოლეგა, დამოუკიდებელი ჟურნალისტი, რომელიც ბრიუსელში მუშაობს. მოგესალმებით, თამარ. მადლობა გადაცემაში მონაწილეობის და პირველ რიგში ამ ჩაშლილი შეხვედრის შესახებ რო გითხრა რა ამასთან დაკავშირებით რა განცხადებები გაკეთდა ბრიუსელში და შემდეგ უკვე როგორც ვთქვით საგარეო საქმეთა მინისტრებით მათ ისაუბრეს საქართველოსზე და ამაზეც რო გადავიდეთ. მოგესალმები მერაბ, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ შენს მაყურებელს კიდევ ერთხელ აუხსნათ სწორედ და მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია თუ რა ხდება თუნდაც ამ შეხვედრასთან დაკავშირებით. დავიწყოთ იმით, რომ ეს შეხვედრა დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და მოსამზადებელი სამუშაოებიც იყო. ჩემი ინფორმაციით იყო კომუნიკაცია არასამთავრობოებთანაც, რომ მათაც მიეწოდებინათ ევროპული ხრისთვის ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციები. ასეთი სახის შეხვედრები ევროკავშირს აქვს არა მხოლოდ თავის კანდიდატ ქვეყნებთან, არამედ სხვა ქვეყნებთანაც და განსაკუთრებით, რადგანაც საქართველო ახლა კანდიდატი ქვეყანა მიუხედავად იმისა, რომ უკვე თქვეს, რომ ეს სტატუსი მხოლოდ ქაღალდზეა, ანუ დაგეგმილი იყო ეს შეხვედრაც. ბრიუსელს ჩემი ინფორმაციით ქონდა სურვილი, რომ ესაუბრა ამ შეხვედრაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე ადამიანის უფლებებთან მიმართებით და დავდექით ფაქტის წინაშე, როდესაც აღმოჩნდა, რომ ქართულმა დელეგაციამ სიაში, რომელიც გადმოსცა ევროკავშირის მხარეს, აღმოჩნდა სანქცირებული პირი. ოფიციალური წერილით მივმართეთ ქართულმა ჟურნალისტებმა კომისიას, საიდანაც მივიღეთ პასუხი და პასუხში ეწერა, რომ საქართველოს მხრიდან არსებული დაბრკოლებების გამო 21 ნოემბრის შეხვედრა კონკრეტულად ჩაშლილია, თუმცა სიტყვა გამოყენებულია დიალოგის გადადება. ანუ კონკრეტული თარიღი ხვალინდელი შეხვედრის ჩაშლილია და ბრიუსელი ამ ჩვენს მიმართ გამოგზავნილ წერილში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზად არის ამ გაიმართოს ეს დიალოგი და თუ კი ამგვარი შეხვედრა ჩაინიშნება, ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში წერენ, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას მედიასაც გააცნობენ. ეს არის ოფიციალური მხარე. არაოფიციალურ მხარეს რაც შეეხება, ჩვენმა წყარომ ასევე მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ სწორედ საქმე შეეხებოდა დასანქცირებული პირის ჩასვლას დელეგაციაში. ჩემთვის პირადად საინტერესო იყო, როგორ აღიქვამდა ევროპული მხარე ამ ფაქტს და მათი აზრით ეს თქვა შეცდომით მოვიდათ, რაღაც არ იფიქრეს, რომ ევროპული მხარე გადაამოწმებდა თუ მიაქცევდა ყურადღებას, თუმცა სულ სხვა კუთხით დამანახეს ჩემმა წყაროებმა ეს მოვლენა და აქ როგორც ჩანს არის ასეთი აღქმა და ასეთი დანახვა სურათის, რომ სპეციალურად იქნა დელეგაციაში ჩასული სანქცირებული პირი, რათა ეს შეხვედრა ჩაშლილიყო. ანუ გამოდის, რომ მერაბ შენაც ილაპარაკე და დაეყრდენი ირაკლი კობახიძეს განცხადებას, ევროკავშირში აბსოლუტურად საპირისპიროდ ფიქრობენ და თვლიან, რომ ანუ ისინი ფიქრობენ, რომ ქართულ მხარეს არ უნდოდა დიალოგი, ხო, როგორც ვიხდე? დიახ, როგორც ჩანს სხვათა შორის, მერაბ ახლა ჟურნალისტები ვართ და რაღაცა ლოგიკა და ანალიზს ვაკეთებთ, ხომ ჩვენც და ამ ანალიზს რომ მივყვეთ, შენც ძალიან კარგად იცი, რომ ალბათ კარგს ვერაფერს ვერ მოისმენდა, ხო, ქართული მხარე, თან მით უმეტეს აქ ადამიანის უფლებების დაცვის დიალოგი არის და ამ საკითხებზე იყო საუბარი და რა უნდა მოესმინათ ქართულ დელეგაციას, რომ ყველაფერი კარგად არის საქართველოში და ყველას უფლება დაცულია, თუნდაც არასამთავრობოების, თუნდაც ჟურნალისტების
ჟურნალისტების თუნდაც პოლიტიკოსების არ მგონია რომ მათ რაიმე ისეთი მოესმინა და ასევე იქნებოდა სავარაუდოდ რეკომენდაციები რომელიც საქართველოს როგორც უკვე კანდიდატი ქვეყანა ვალდებულია შეასრულოს ასე რომ მე არ გამოვრიცხავ რომ ის მოსაზრება ბრიუსელის რომ ქართულმა მხარემ სპეციალურად შეიყვანა დასანქცირებული პირი იყოს ასე ვთქვათ ლოგიკას მოკლებული თუმცა მე დადასტურებით რა თქმა უნდა ვერც ერთ მხარეზე შემიძლია ვილაპარაკო ვერც მეორე მხარეზე მე ვამბობ იმას რა ინფორმაციასაც ვფლობ რა ინფორმაციაც მოდის ჩემთან და შემიძლია ჟურნალისტის ჟურნალისტური სტანდარტის ფარგლებში ჩემი ანალიზი გავაცნო მაყურებელს. ეს არის არგუმენტი პრემიერ-მინისტრს რაც ჰქონდა ამ შემთხვევაში კიდე იყო ის რომ ჩვენ სპეციალურად კი არ ჩავსვითო უბრალოდ რაღაც თემები რაც იყო ჩამოთვლილი რაზეც უნდა გველაპარაკაო იმ საკითხზე ყველა უწყებაში ხო არისო კომპეტენტური ადამიანი ვინც მუშაობსო და ეს კაცი იყო ამ თემებზე კომპეტენტურიო და სხვა არ ჩავსვამდით ანუ ამით ასე იმართლა თავი ასე თქვა პრემიერ-მინისტრი მე მგონი ეს არ არის წონადი არგუმენტი რადგანაც არ მგონია რომ თუნდაც თუ მე არ ვიცი ნამდვილად ვერ ვისპეკულირებ და კონკრეტულ პიროვნებებზე ვერ ვიტყვი იმიტომ რომ წყარო თქვა რომ პიროვნებას ვერ დაასახელებდა და არ დაასახელებდა მაგრამ თუ დავეყოთ თუმცა ითქვა რომ ალექსანდრე დარახველიძეზე არის საუბარი მაგას ვამბობ მაგრამ ჩვენ ვთქვათ როგორც არის ობიექტურად ანუ ევროკავშირიდან ჩემთვის ნამდვილად არ წამოსულა ინფორმაცია ჩემთვის ნამდვილად არ დაუსახელებიათ პიროვნება ამ შემთხვევაში მე ვეყნობი ქართულ მედია საშუალებებს და ქართულ მედია საშუალებებში გავრცელებულ სახელს და გვარს და ჩემი აზრით არ ვიცი დამეთანხმები თუ არა იმ უწყებაში რომელსაც ეს პიროვნება წარმოადგენს ალბათ მის გარდაც არიან ადამიანები რომლებიც ფლობენ ამ თემატიკას და ეს არ არის რაღაცა ძალიან ვიწრო თემატიკა არა ადამიანის უფლებების დაცვა ასე რომ თუნდაც შინაგან საქმეთა სამინისტროს რაღაცა განხრით კონკრეტული ციფრები ან ანალიტიკა ან რაღაცა სხვა იყო საჭირო ბოლო ალბათ თუ კი იყო იმის ნება და იმის სურვილი და მონდომება რომ დიალოგი შემდგარიყო თუნდაც ეს პიროვნება თავის სხვა ადამიანს ან მოადგილეს ან რა ვიცი გააცნობდა ხო იმ დეტალებს და მოამზადებდა და არ მგონია რომ მარტომ ერთმა ადამიანმა უწყებაში იცის ეს საკითხი ჩემი აზრი ეს არის და მე მგონი რომ გამოსავალი მოიძებნებოდა სურვილის და პოლიტიკური ნების შემთხვევაში. თუმცა ეს პირი ევროკავშირის მხრიდან არ იყო სანქცირებული, ხო? იმიტომ რომ ევროკავშირს საერთო სანქციები არ დაუწესებია. ანუ ერთ-ერთი ქვეყნის მიერ იყო, როგორც ხვდები და. კი, ხო და ნახე მე რა აი კიდე ერთი საინტერესო დეტალი შემოდის ამ სურათში, ხო? ასევე ხშირად გვესმის ქართული ოცნების მხრიდან რომ ეს რაღაცა ცალკე ქვეყნების სანქციები რომ არაფერს ნიშნავს რომ ჩვეულებრივი პასპორტით შევალთ ან რიგში დავდგებით ვიზებს ავიღებთ და ამ სურათმა დაგვანახა ის რომ ევროკავშირი რა თქმა უნდა ანგარიშს უწევს და ძალიან სერიოზულად ეკიდება თუნდაც მისი წევრი ქვეყნის მიერ დასანქცირებულთა სიას და პიროვნებას. ხო, ну წარმოიდგინეთ ახლა როგორი სიტუაციაა, რომ ადამიანის უფლებების თემაზე უნდა შემდგარიყო შეხვედრა და ეს ადამიანი ძირითადად სანქცირებულია სწორედ იმ აქციების დროს მომხდარი მოვლენებით, ხო, რომელიც არ ჯდებოდა ადამიანის უფლებების ჩარჩოში. უნდა ჩამოვიდეს ადამიანის უფლებებზე სალაპარაკოდ, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევისთვის არის სანქცირებული რეალურად. ხო და მე რა ბაი ჩემი აზრით ახლა ჩვენ რასაც ვსჯელობთ სწორედ ამ დაგვარი მსჯელობიდან გამომდინარე ბრიუსელში გააკეთეს ანალიზი და ალბათ მივიდნენ იმ დასკვნამდე რომ ეს იყო სპეციალურად გაკეთებული ამ დიალოგის და კონკრეტული შეხვედრის ჩასაცვლელად. კიდევ ერთი საკითხი რასაც პრემიერ-მინისტრი გამოეხმარა გუშინ იყო ეს განცხადება იმის თაობაზე რომ ბრიუსელი ეძებს გზებს როგორ დააფინანსოს არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში და ირაკლი კობახიძემ თქვა რომ პირდაპირ აღიარებენ რომ შავ გზებს ეძებენ ფულის შემოსატანად და რადგან შავ გზებს ეძებენ ესე იგი შავი საქმისთვის შემოაქვთ ეს ყველაფერიო რაზე იყო აქ საუბარი თუ იცი უფრო მეტი დეტალი რომ განმარტო ნუ იცით რომ ახალი კანონების მიხედვით უკვე ნუ გრანტები ვეღარ შემოდის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის
მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ უნდოდეთ შავი გზების შემოტანა, საჯაროდ ამაზე არავინ არაფერს იტყოდა, ხო? ესეც ლოგიკური არის და დაიწყებდნენ შავი გზების მოძიებას და რაღაცაც თუ ვერ იპოვიდნენ, არც იტყოდნენ ამაზე რამეს, რომ ეძებენ და თუ იპოვიდნენ ამ შავ გზას, რომ მიუყვეთ ყობახიძის განცხადებას, ამ შემთხვევაში არ მგონია, რომ ხმამაღლა ეთქვათ, რომ აი შავი გზებს ვეძებნა, რომ იპოვეს და ამ გზით აწვდიან ფულს. ძალიან საჯაროდ ითქვა არაერთხელ 28 ნოემბრის შემდეგ, როდესაც სწორედ ირაკლი ყობახიძის განცხადებით და მოსახლეობასთან აბსოლუტურად შეუთანხმებლად გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ ევროინტეგრაციის შეჩერება და ამას მერე რაც მოყვა, ამაზე ახლა კიდევ ერთხელ ალბათ საუბარი საჭირო არ არის და ამის შემდეგ და ერთი წელია ფაქტიურად ევროკავშირში ყველა დონეზე ღიად ამბობენ, რომ პირველი საპასუხო ნაბიჯები იყო სწორედ ის, რომ პოლიტიკური დიალოგის დონე დაწიეს, რაც ნიშნავდა, რასაც ვხედავთ, რომ კომუნიკაცია მინიმალური აქვს ქართულ ოცნებასთან და ასევე გაცხადებული იყო, რომ ის დაფინანსება, რაც მიემართებოდა თუნდაც სახელმწიფო პროგრამებს და ან ისეთ პროგრამებს, სადაც ჩართული იყო სახელმწიფო, ეს იქნებოდა გადამისამართებული არასამთავრობოების, მოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიისთვის. და ამაზე ღიად საუბრობენ ერთი წლის განმავლობაში. და სწორედ იმიტომ, რომ კანონებით იგრძალება ყველანაირი დახმარება, ეს დახმარება ვერ მიდის ადრესატამდე. და სწორედ ამიტომ არანაირ შავ გზას არ ეძებს ევროკავშირი, პირიქით ევროკავშირის ინტერესშია, რომ არანაირი კანონი, თუნდაც რეპრესიული, თუნდაც არადემოკრატიული, მაგრამ დღეს არსებული კანონი არ იქნეს დარღვეული ევროკავშირის მხრიდან, რომ ქართულ ოცნებას მიეცეს კიდევ ერთი არგუმენტი და სათქმელი, რომ ევროკავშირი ან რაღაც შიდა საქმეში ერევა, ან ასე შავი გზით აფინანსებს არასამთავრობოებს და მედიას და ან ის რომ რაღაცის ზეგავლენა უნდა მოახდინოს შიდა სიტუაციაზე. ამიტომაც ყველაფერს ძალიან გამჭირვალედ ამბობენ, არაფერს არ მალავენ და თუ კი და რა თქმა უნდა მუშაობენ იმაზე, რომ იყოს ლეგალური გზები ნაპოვნი იმისთვის, რომ დაეხმარონ სწორედ ანუ რისთვისაც გათვალა თავად ორგანიზაციამ იმისთვის იქნეს მიმართული ეს თანხები. გასაგებია და ბოლოს საქართველოს არ იყო თემა, როგორც ჩვენ თქვი, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, თუმცა განცხადებები გაკეთდა, ამაზეც რო გითხრა და იმ თემაზეც რო არ იყო გაფართოების სამიტზე, გაფართოების შეხვედრა ფორუმზე, ჩვენი ქვეყანა რეალურად ნიშნავს თუ არა იმას, რომ შემდეგ გაფართოების ტალღაში ჩვენ შეიძლება უბრალოდ აღარ აღმოჩნდეთ და საბოლოოდ ჩამოშორდით აი ამ ყველაზე მტკივნეული ეს საკითხია, რადგანაც ბევრი ექსპერტი იმასაც ვარაუდობს, რომ შესაძლოა 20-30-ში იყოს გაფართოების ბოლო ტალღა, მანამდე თუ კი ქვეყნები, რომლებიც არიან წარმატებულები, სწრაფად ივლიან, ანუ შესაძლოა მანამდეც ვნახოთ გაფართოება, ანუ რამდენიმე ქვეყანაზე აქცენტი გაკეთებული და ეს ქვეყნები თუ ასე გააგრძელებენ გზას, ისინი გახდებიან ევროკავშირის წევრები, უბრალოდ ზოგიერთი შეიძლება 2028-ში, ზოგი 2029-ში, ზოგი 2030-ში და ამის შემდეგ არაერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ გაფართოების ტალღა შეიძლება აღარც კი იყოს, ყოველ შემთხვევაში რაღაცა აი ძალიან ისეთ პერსპექტივაში და ყველაზე სამწუხარო იქნება ეს, რომ ჩვენ ამ ტალღაში ვერ მოვხდეთ. წინასწარ ამაზე ლაპარაკი არ იქნებოდა სწორი, თუმცა თუ ტრენდს გავხედავთ და თუ იმას შევხედავთ, როგორ ვითარდება საქართველოში მოვლენები, ამ ტრაექტორიით საქართველოს ეს ჩემი სიტყვები არ არის, ეს არის გაფართოების საკითხებში ევროკომისარის მარტაკოსის სიტყვები, ასე საქართველოს ევროკავშირში ვერ მოხდება. ეს ერთი, მეორე, ფორუმზე რატომ არ იყო ქართული მხარე, საქართველოს კონკრეტულად როგორც ქვეყანა მოწვეული, ჩვენ შენთანაც გადაცემაში ვისაუბრეთ გაფართოების ანგარიშზე და ვთქვით, რომ ეს ანგარიში არ არის მხოლოდ ის, რომ რაღაცა შეაფასეს და დაწერეს ქაღალდზე და ეს იქნება საიტზე და ვისაც მოუნდება მოძებნის და რაღაცა წაიკითხავს. არა, ეს ნიშნავს იმ შემდეგ ნაბიჯებს,
რაც იქნება გადადგმული ამ ორგანიზაციის მიერ. და სწორედ ამ შეფასებებიდან გამომდინარე და იმ უკუსლიდან გამომდინარე, რაც ასახულია შეფასებაში, ჩაითვალა საჭიროდ, რომ საქართველო არ უნდა იყოს მოწვეული გაფართოების ფორუმზე, რადგანაც საქართველო არათუ ევროინტეგრაციის გზაზე მიდის წინ, არამედ ძალიან სწრაფად დგამს ნაბიჯებს უკან. და ბოლო, რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, ახლაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, სწორედ ამ შენობაში საქართველოს დღის წესრიგში არ იყო, თუმცა ჩვენ ჟურნალისტებს, ვინც აქ მუშაობთ, ქართველებს, მოგვეცა შესაძლებლობა რამდენიმე მინისტრთან გასაუბრების და გზავნილები იგივე რჩება, პირველი დიპლომატები ორგანიზაციის ამბობენ და გზავნილია მათი ქართველი ხალხის მიმართ, რომ ისინი არიან აღფრთოვანებული ამ გრძელი, ამ ხანგრძლივი ბრძოლით ადამიანების, მათ მხარს უჭერენ, თუმცა კიდევ ერთხელ აფიქსირებენ, რომ საოცარი ტემპებით მიდის საქართველო უკან და დღითი დღე შორდება ევროკავშირს. ასე რომ ნახოთ რა იქნება, საქმის კურსში არიან, ადევნებენ თვალყურს იმ რეპრესიულ კანონებსაც, რომელიც ყოველდღიურად ახალი და ახალი ემატება, ემიგრანტებთან დაკავშირებით კანონზე საკმაოდ კაცრი გამოხმაურება იყო ბრიუსელის მხრიდან, ასე რომ ჯერჯერობით კარგს ნამდვილად არაფერს არ ველოდებით. გასაგებია, მადლობა თამარ ნუცუბიძე იყო გვერდებოდა ბრიუსელიდან დამოუკიდებელი ჟურნალისტი და საუბრობდით საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე, რომელიც ყველაზე დაბალ დონეზე არის ალბათ დაშვებული, რაც ყოფილა. ესეთი იყო დღევანდელი გადაცემა რეზიუმე, მე გემშვიდობებით ხვალამდე ხვალ 7:30-ზე შევხვდებით კვლავ ერთმანეთს.